სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღეს მოიხსენეთ წმინდა ფილარეტ მოწყალე, ასეთი წმინდანი არის. რამდენიმე წმინდანია ასეთი, რომელსაც ეკლესია მოწყალე უწოდა, მაგალითად წმინდა იოანე მოწყალე, რომელიც ასევე განსაკუთრებით მოწყალების სათნოებით გამოირჩეოდა. და აი დღევანდელი სახარება, ესე იგი, რომელიც ჩვენ ლუკა მახარებელის მიერ ამოვიკითხეთ, ასეთ რამეს ამბობს, მაცხოვარი იგავს ეუბნება, რომ სათასასუფეველიო ემსგავსაო ადამიანსო, რომელიც ქორწილში წავიდაო და თავის მსახურებს ყველას თავისი საქმე მისცაო. და ბედნიერიაო ის მსახურიო, რომელიც უფალი რომ დაბრუნდება, მას საქმეში ნახავს. კი არ ნახავს სიზარმაცით, უდებებით, არამედ მას მოქმედს ნახავს, აი საქმეში მყოფს ნახავს, ესე იგი, ერთგულებით თავისი ბატონის. რო იცოდესო პარავმა სახლის პატრონმა რომ იცოდესო, რომ ქურდიო, პარავიო, რომელ საათზე მოვაო, მაშინ ის ფხიზლად იქნებოდაო და არ დაანებებდა, რომ მისი სახლი გაექურდათ. მაგრამ რადგან არ იცის სახლის პატრონმა, რომელ ჟამს მოვა ეს პარავი, ქურდი, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ არ ვიცით ის წამი, ის დრო, როდის მოხდება ჩვენი უფალთან შეხვედრა. ჩვენ ეგ არ ვიცით. ამიტომ რადგან ადამიანმა ეს არ იცის, ეს განგება არის ღვთისგან დაფარული ჩვენთვის. როგორც წმინდა იოანე სინელი ბრძანებს, ესე იგი, ადამიანმა რო იცოდესო, როდის გარდაიცვლებაო, შეიძლება ორი რამ მოხდეს. ერთი ის, რომ თუ ახლოს არის გარდაცვალება, ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. და თუ შორს არის, შეიძლება უზნეო ცხოვრება დაიწყოს, იმიტომ რომ იფიქრებს, რომ ჯერ მაინც გარდაცვალება შორს არის. და ამიტომ შემიძლია ჯერ რომ ბევრი ცოდვა ჩავიდინო და მერე ბოლოს შევინანებ, იმიტომ რომ იცის ქრისტიანმა, რომ ბოლოს როგორც გაატარებს ცხოვრების წლებს, ცხოვრების დღეებს, ბოლო ამოსულთქვა როგორიც იქნება, ეგეთი წარდგება ღვთის წინაშე და თუ ადამიანს ეცოდინება, რომ ჯერ მრავალი წელი აქვს წინ, შეიძლება თქვას, რომ მოდი ბოლოს, აი მაგალითად ადამიანი მანქანით რომ მიდიოდეს სიგნალეში და რომ იცოდეს, რომ წინ არაფერი არ არის, ჯერ 100 კილომეტრი. დავა სწრაფად ივლის და იტყვის, რომ მოდი ბოლოს შევანელებ იქ, სადაც ხრამია, იქ, სადაც გზაა გაფუჭებული. მაგრამ ადამიანმა, რომელმაც არ იცის, სად არის ეს გზა გაფუჭებული, იქ თხილად ივლის. და ესე თავქუთ მოგლეჯილი ვერ ივლის. აი ჩვენ ცხოვრებაშიც ესეა. ჩვენ რადგან არ ვიცით ჩვენი გარდაცვალების ჟამი, ყოველთვის თხილად უნდა იყოს ადამიანი, ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს. ყოველი დღე, აი როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ყოველი დღე ისეთი უნდა იყოს, თითქოს ეს არის ბოლო დღე. ყოველი დილა რომ გათენდება, ისეთი უნდა იყოს, თითქოს ბოლო დღე იწყება. თითქოს ის დღეა ღმერთთან შეხვედრისა. ბოლო დაძინება ისეთი უნდა იყოს, შეიძლება ეს ბოლო ღამე იყოს. აი ესეთი აზრით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. ოღონდ ეს უიმედობას კი არ უნდა ბადებდეს ჩვენში, რომ აი ბოლო დღეა და რაღა გვეშველება. არა, ბოლო დღე ისე უნდა წარმოედგინოს, რომ აქ ისე იცხოვროს, რომ უფალთან შეხვედრისა არ შერცხვეს. აი მაგაზეა ლაპარაკი, რომ აღსარება ისე უნდა თქვას, როგორც ბოლო აღსარება. ადამიანს რო შეხვდება, ესე იგი, ისე დაემშვიდობოს, რომ თითქოს ბოლო ჯერ შეხვდა. ბოლო ჯერ შეხვედრისას კარს ხო არ გამოუჯახუნებ ადამიანს. უხეშად ხო არ ეთქო. ხომ შვიდად დაშორდები, არა?
და ახაც ესე უნდა იყოს, აი, უნდა ფიქრობდე, რომ იქნება ის ადამიანი, ახლა მე ბოლო ჯერ შემხვდი. აი, ან თუ შენს გარდაცვალებაზე ვერ ფიქრობ, შეიძლება მის გარდაცვალებაზე მაინც იფიქრო, იქნება ბოლო ჯერ შეგხვდა. მეტი აღარ გხვდება. და ესე გაღიზიანებულები რომ დაშორდით ერთმანეთს, იქნება ის უნდა გარდაიცვალოს, რა იცი? როგორც შენთვის არის შეუცნობელი გარდაცვალების დღე, ისე მისთვის. ისე არც მისი გარდაცვალების დღე არავინ არ იცის. აი, სულ მახსენდება ხოლმე, ესე იგი, პაპა ჩემი რომ საავადმყოფოში იწვა, მანამდე ესე იგი ის ბოლო დღე როგორი იყო? წავიდა ბაღში ჩვეულებისაების სამუშაოდ, წავიდა სანამ მინდორში ჩავიდა და კარგა შორი მანძილი არის ხოლმე გასავლელი, ის უნდა გაეარა. ვინ იცის რამდენი ადამიანი შეხვდა, მერე იქ ცოტა შეუძლოთ იგრძნო თავი, იქიდანაც წამოვიდა თავისი თვე წამოვიდა. და იქაც რამდენი ადამიანი შეხვდებოდა გზაში, მაგრამ ხო ვერც ერთი ვერ იფიქრებდა, რომ ეს ამ კაცის ბოლო დღე იყო, ესე რომ ნახულობდნენ. მერე გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ გარდაიცვალა. ხო და ხო ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ ბოლო ჯერ ხედავდა, იმიტომ რომ ესე 1000 ჯერ და 10000 ჯერ უნახიათ, ავლით ჩავლით. მაგრამ ერთ-ერთი დღე ნამდვილად ბოლო დღე იყო მათი შეხვედრის. იქ ხო სადღაც ბოლო ჯერ გამოელაპარაკა ვიღაცას. ბოლო ჯერ მოეფერა, ის ისეთი კაცი იყო, რომ უხეშად არავის არ დაცილდებოდა, ყველასთან ესეთი მშვიდობა ჰქონდა. მაგრამ ზოგადად ვამბობ, აი ჩვენ რო ადამიანთან ურთიერთობა გვაქვს, ისე უნდა დაცილდე, რომ თითქოს იმის მეტს ვეღარ ნახავ იმას. და ესე ადამიანი არის ფხიზლად მე. ყველაფერში თუ ამას იფიქრებ, ფხიზლად არის. იმიტომაც ამბობს დღევანდელი სახარება, რომ იღვიძებდით, ღვიძარე იყვენით, რამე თუ არა იცით დღე, არცა ჟამი, როცა დაბრუნდება უფალი. არ ვიცით. და არ ვიცით და რამდენ წოდებში ვართ ჩაფლული და რო ვიცოდეთ, რომ რამდენი წლის მერე იქნება, მაშინ მოკლედ რაღაც ვიზამთ. ამიტომაც ესეც ღვთისგანგებულებით არის დაფარული. და რადგან ჩვენ არ ვიცით როდის იქნება, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით ღამის პარავი როდის მოვა და უფალი ამბობს ჩვენს გარდაცვალებაზე, რომ ის ისე მოვა, როგორც ღამის პარავი, რომ შენ რო არ მოელოდები. ოღონდ უფალი კი არ არის ჩასაფრებული, როცა არ მოელოდები, მაშინ მოვიდეს. არამედ ჩვენ იმდენად უზრუნველი ვართ, რომ როცა მოვა, იმასაც არ მოველოდებით. არ ველოდებით და მაგით. თორე ადამიანი თუ ელოდება და თუ ამის წამს რო ელოდება, ის აუცილებლად რაღაცა ზომებს მიიღებს. რაღაცა სხვაგვარად შეხვდება. სიფხიზლეში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა მთელი ღამე გაათენას. სიფხიზლეში იგულისხმება, რომ ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველთვის იმ აზრით აკეთებდეს, რომ აქ მიწაზე გაკეთებული საქმე აუცილებლად ზეცაში აისახება. ზეცაში აისახება და ის ან ჩვენს საცხონებლად იქნება და ან ჩვენს დასაღუპად. მერთმა ინებოს, რომ ყოველთვის აი სიფხიზლე შეგვენარჩუნებინოს ყველა შემთხვევაში, ყველა დროს და ყველა საქმეში. მერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოთ.